მოგესალმებით ძვირფასო ფასკუნჯის YouTube მაყურებლებო და ისეც მაყურებლებო. მაშასე იწყება თამაში ჭილოვანსა და ფასკუნჯს შორის. მე მისი უცვლელი კომენტატორი გიორგი გახლავართ, ასევე ყოფილი თავდამსხმელი, რომელიც ტრავმის გამო ვერ ეხმარება ამ გუნდს და შეთავსებით კომენტატორი. და ასე ვთქვათ, მემატიანე რათა აღუბეჭდო ჩვენი გუნდის პერფორმანსები, რათა შემდგომ სამწვრთნელო შტაბმა ანალიზით, აი როგორც ხედავთ სამწვრთნელო შტაბი უკვე დაარიგა რაღაცეები ახლა სამწვრთნელო შტაბმა ჩვენს სახელმეკარეს და როგორც ხედავთ ჩვენ ძირითადად შემოდგენობა კახა და მინდა რომ აღნიშნო გოცოს დაბრუნება. გახსოვთ ალბათ წინა ვიდეოში როგორ დაგხვდება გოცომ და აი ეს დღეს დადგა რომ გოცო დაბრუნდა ჯორჯი, ჩარლი, მეკარე გიორგი, კოლიკო, დევნოზა, ლევანი, გელაშა და თემო. ანუ ნუგო რაღაც ნაკიდკები მიდან ახლა მგონდა სამწვრთნელო შტაბი აგერ გას. გავიდნენ ბიჭები მოედანზე. იმედი მაქვს რომ ბატარია მიყოფა ორივე ტაიმის გადასაღებად. ჩვენმა ბიჭებმა გადაწყვიტეს ნაკიდკები ჩაეცვათ. იმიტომ რომ ასე ვთქვათ დათბნენ უფრო რა. იმათ ყველას გრძელმკლავიანები აცვიათ როგორც ხედავთ აი და ჩვენ ბიჭებს არა და ამიტომ ნაკიდკები რომ უფრო თბილად და ხუნხულად იყვნენ. აქ ასევე ბეკა კერესელიძეს ვერ ვხედავ რომელიც დღეს იმყოფება ჩვენთან ერთად. თუმცა აი ბიჭები მომწონს ფასკუნჯი მაინც შეიგრძნონ ბიჭებმა გულშემატკივრობა. აი რაღაც აღებმიცემობას ჰქონდა და ესე გარბის კახა. ისი ტელეფონითაც ახლა ვიღებ მე ამ ვიდეოს და იმედი მაქვს რომ დღეს საღამოსვე ატვირთავს რათა ბიჭებმა ტკბილად ჩავიძინოთ. მე დარწმუნებული ვარ რომ როდესაც ეს ვიდეო აიტვირთება ხალხი ჩემპიონთა ლიგის მაგივრად ჯერ ამ ვიდეოს ნახავს და მე ჩემპიონთა ლიგას უბრალოდ ფლეშ სკორზე ანგარიში ამოწმებს. გახსოვთ ჩვენ თამაშის ანგარიშს ფლეშ სკორზე ვერ ნახავთ, ეს უფრო private content-ია. რაც შეეხება მეტოხე გუნდს, გვეგონა რომ მესამე ლიგის გუნდს ვეთამაშებდით, თუმცა მოვიდა, ესე ვთქვათ, რა შოკვეთე რა ჩამოვიდა სამბავში, ჭილოვანი, რომელიც რეგიონ ლიგაში გადავიდა. ანუ პროფესიონალ გუნდადაც შეგვიძლია აღვიქვათ. პროფესიონალურად თუ არა, ნახევრად პროფესიონალი გუნდი ნამდვილად არის. ჩვენ კი ლევანი წინ, ლევანის უკან გოცო იქნება, გელაშა, რატომღაც გელაშ აქედანა ხარ? საინტერესოა. და იქით ვინ ყავს? აზურაც არ ყავს ამ თავარ შემწევდა და გადმოვიდეს დაიწყო თამაში. ახლა ვნახოთ დიდი დანაკლისით არის ფასკუნჯი, ანუ ძალიან როგორც მივხვდი მოულოდნელად დაიგეგმა სამშაბათს დღეს ეს სამხანაგური და ესე იგი აი ახლა ჯერ კიდე ზუსტადაც არ იცოდნენ ბიჭებმა ვინ სად იდგა და აბა დევნოზა თუ მიიღებს ამბურს გაახურა. ნუგო არის ეს მსაჯი ისე თამაშობს გეგონება პრესინგზია ასული თქო. დევნოზას კარგი გადატანა. თუმცა ცუდი გადატანა ყოფილა. და უკვე შეტევა მივიღეთ ისე რომ არაფერი არ გაუკეთებიათ ტიპებს უბრალოდ ჩვენ მივართვით და ახლა დაცვაში გავიტესტებით. წაიღეს როგორც ჩანს დაუძახა და ატრიალეო და დატრიალებას აპირებენ. ხელი 4-ით გადავიღოთ, მოდი. დევნოზამ თავის შეცდომა გამოასწორა და ელემენტარული ვერ გააყოლა.
დევნოზ 4 ჯერ გითხრა შემოგიარეო რა. არა, კაი მე არ ჩავერთვობი და ჩარლი იყო ძალიან კაი როგორც ყოველთვის. ნახოთ ახლა ბიჭები პირველი შოკის მერე როგორ შევინარჩუნავს ბურთს. ნუ ეხუტებით ერთმანეთს, მაგრამ ბიჭებს ცივად და ეხუტებიან რომ გათბნენ. ნუ ეს უკვე აბა კოლიკო დროზე თუ ითამაშებს. ახლა რაღაც მაჯიკოებს აკეთებდა, გადაშალ და აი ნუგო რა კარგად ჩავიდა აქ. ნუგოს მოძრაობა მომეწონა. და კონტროლშობს აქეთ დევნოზას უკვე აღარ აძლევენ პასს და ნუგომ ძალიან კარგად გახსნა სივრცები, თუმცა აი ბურთის კონტროლი და მიღება, ნუ ბოდიში მოიხადა აქ. ნუგო ისევ კარგად დაასივრცეში მარტო სივრცებს პოულობს. ანუ აქ უბრალოდ გასაგებია, ყველაფერს სწორედ აკეთებდა, ნუგო უბრალოდ ფიზიკური მონაცემებით დაჩაგრა იმ ტიპმა, იმიტომ რომ უბრალოდ უფრო სწრაფი აღმოჩნდა, თორე ნუგო იდეურად სწორედ შვენივრად მოტრიალდა, უბრალოდ ის ტიპი უფრო სწრაფი და ფიზიკურად მოთამაშეა იყო, ნუგომ კორპუსით არ დაუკეტა გზა. მე ნუგოს ვაქეზებ ხოლმე რომ მეტად გამოიყენოს თავის კორპუსი, რადგან ფიზიკურად ეხა ძალა აქვს და ძალას არ იყენებს სისწრაფეზე მეტად უფრო ძალა აქვს. ნუგო რაღაც უკან დგას მეოთხე მცველად. ნახოთ ცენტრით ან წინ გოცო დაგვეკარგა ესე ვთქვათ. ჯერ ბურთი არ შეუხია და გელაშაა ძალიან მოტივირებული. რომელიც აქეთა მხარიდან თამაშობს, ანუ ტრუბა ფეხის ტაქტიკა ეთყობა. გოცო ავიდა უკვე. გოცო ჯერჯერობით დაძუნძულებს, სპრინტს არ აკეთებს. თავის პონჩი მარათონზეა. მე მაინტერესებს გოცოს თამაში პირდაპირ ტყუილ ლევანი მეჩვენება რომ ასწრაფებულია სხვათა შორის. აშკარად დაკლებული აქვს და ნუ თუ ეს კარტოზას დიეტის დამსახურებაა, არ ვიცი. ნოზასაც გაეპარა. ნუ დევნოზა შეურაცხადია, დევნოზაზე კომენტარის მოდი მოვჭოთ. აქ დაიწყო ვიღაც ამ რაღაცა მატაობების სერია. გელაშავილი ჩავიდა დასახმარებლად და ეს დასაფასებელია. ნუ მეტი ენერგიის დახარჯვა მოგვიწია და გელაშვილის ხედავთ რა მოტივირებულია. ჰარი კეინივით თამაშობს. ამოუწიეთ ბიჭებო და გრძელი პასი ისევ დევნოზას გაეპარა. აი მე გადავრჩით 100%-იან გოლს გადავრჩით. წინ გარბოდა ჩარლი, მაგრამ კოლიკო არ გააყოლა. აბა გელაშვილს თუ ვიპოვით, ნუგო გელაშ წინ წადიტო. ხოთ გელაშარას მოიფიქრებს. სწორი გადაცემა იყო გელაშას მხრიდან. ნუგო რაღაცებს ჟონგლიორობენ ბიჭები და აი დელ ფლანგზე ვინ არის? კაი პასი იყო ძალიან. გელაშა თუ ჩაატარებს, შვენიერი პასი იყო გელაშა. ჩვენი არ გადასულა. ბრავო სანდრო, კაი იყო. გელაშვილი ზოან მოტივირებული. ჯერჯერობით საუკეთესო მოთამაშეა ჩემი აზრით გელაშვილი. ნუგო აი თითქოს არ ჩქარობს რა, თითქოს აი ზედმეტად თავდაჯერებულია და არ აცლია ნამტებს, ანუ მინდა რომ ნუგო უბრალოდ დაჩქარდეს. პატარა სტენკა გადის აქ. კოლა ლევანი იდეალურად ფარავს ბურთს კორპუსით. გელაშვილი ეხლა მივიდა ლევანისთან ძალიან ახლოს და მეკარიც სხვა გიდგას და ძალიან კაი რაღაც გააკეთა ნუგომ. თუ დაეწევა გელაშა, რა თქმა უნდა სწრაფი ფეხბურთელი დახვდა იქ. იქვე აიწიეთ. გელაშ აიყვანე კაცი, გელაშ ვის იყვან? გელაშ აიყვანე ვინმე. დევნოზას ჩამოეძინა და მიაღებინა ბურთი. დევნოზა არ ყოფილა, ნუგო ყოფილა. გადავრჩით.
უკვე რაღაც გაეჭიმა დევნოზას. ჯერჯერობით გოცო არ მინახავს თამაში ჩართული ასე არ მიუღია. აბა ნახოთ აქ რა ხდება. ისე უკან მივიყვანეთ. ახლა აიტყვა აქ ხალხი და იპოვა გამოსავალი აქ ჩარლია. ვინ აწუხებს, რაღაც არავინ არ აწუხებს. გოცვავი და გოცვა აწუხებს. ლევანი ავიდა, მაგრამ აქეთ პასია და ტყუილა იხარჯება ეხა ლევანი. ნუ გელაშამ დაუგვიანა ეთყობა. აი ეგრე კაია. კაია, აქ კერესელიძე იდეალურია, წაიკითხა. ოიმკ! ცოტა ძლიერი და ეგ იყო. კაი ხარ კერეს, კარგი წაკითხვა იყო, კაი ხარ. დაუტოვე ლევანის გელაშ, კაი რა. აღარ უნდა გაქცეულიყავი მაგ ბურთზე. კოლიკო არის ასული წინ და დატოვა სივრცეები. აქეთ სივრცე იხსნება და კერესელიძე ძალიან შიგნითაა შეწეული. ბექა! შენ ამ კრაიზზე ხარტო? თემო ძალიან კარგი იყო. გოცოს გასცდა ფაქტიურად თემო. ძალიან კაი მეკარე, ძალიან კაია მეკარე. აუ, ცოტა ჩქარა შეიყვანა ჩემი აზრით. გელაშ, გაიქეცი არავინ არ. წადი გელაშ, არავინ არის, არ იქნება ოფსაიდი. რა ცუდი ბიჭო. აუ, ამან ისევ შორიდან შემოვლები დაიწყო და ნერვებს მიშლის. ოხ, ნუ გოშე რა გითხარ. აი გოცოსაც ჩაერთო. ოჰ, რა ზუსტი პასი გააკეთა ღმერთო ჩემო. აი გოცო ესეთ გათამაშებებში ძალიან კარგი. მე მგონი გოცო უკან უფრო კარგი იქნება. ნუგო გამოძრავდისო, გამოძრავდი, გაიხსენ. ჯერჯერობით ფლანგელებს ვერ ვთავთ ვაფშე. დაცვაში უნდა ჩამოვიდეს ბიჭები ახლა ჩქარა. აშკარად აქტიურად თამაშია საჭირო, ანუ ტიპი ამატავებს აქ ბურთს და ოიგერია ვინ არის? ნუ გოცოეთ ცდილობს რომ ხა ჯერ ორ საბრძოლებში არ შევიდეს გასაგებია. ნუ სხვა ბიჭებს თემა უნდა იყოს აქ პირველი. ნიკოროსო და თამამად ვითამაშეს ბიჭებმა, მაგრამ რო არ შეეშინდა და თამამად რო იყვნენ, კარგი იყო. გელაშ, ნუ ვლი გარედან შეაშინე რა. ნუ მაინც მოიცა არჩემო, ეხა როგორც ჩანს უბრალოდ უნდა შევეგუოთ, რომ ის ასეთი მოთამაშეა და ვერ შევასწავლით ამ უნარს. რომ სივრცე დაიკავოს და მოწინააღმდეგე ფეხბურთელი ბურთთან არ მიუშვას. გოცო წამოეპარა. ბექას მხარე ჩავარდნილია. გაგვიმართლა რომ აქეთ პასი არ გააკეთეს. ჩარლი ფლანგზე ვერ ჩავრთეთ ჩემი აზრით.
თემო აგვიწიეს. კერესელიძე იზბრძვის აქ ლომივით. კაი ჩაჭრა იყო გელაშას ძალიან აი ლევანის ძალიან კარგი თავისუფლად მივაღებინეთ აქ ბურთი და ეს არ შეიძლება კერესელზე ჯარიმა უნდა აიღოს ახლა ვინავა გელაშამ უნდა არ უნდა დაარტყმენოს აქ კაი იყო კარგი მუშაობა იყო გელაშას მხრიდან დაცვაში ო ესე როგორ შედიან ხო კარტოს არ გაუშვან რა ეგრე წინ ვინ არა გელაშას ახლა წინ სივრცე აქვს რომ ეგეთ ნახე რა ვინ არა წავიდა აბა ვინ არის ვაიმე იქით შეეძლო არა და გადაშლა ნუ გომ კარგად შეუშალა ხელი ო ჯორჯსა გაუკეთეს ღმერთო ჩემო ეს ვინ მოატყუეს მეკარე ვერც გადახტა კახა ნუ თუ კახას გაუკეთეს ეს ძალიან თავბრუ დამხვევით რომ მოძრაობები იყო ხო ეხლა თუ არ ვწები გელაშა მაგ ხალხი წაიყვანა და იქით საერთო კიდევ დაკარგა ბურთი გელაშა აწუხებს აქ დატოვეს აქეთ ფლანგი ცარიელი და აქეთ ფლანგზე თუ დაუკეტავს ნახოთ ცოტა გვიანავიდა იქაც ჩარლი ნუ არ ვიცი ვის იყვნენ ფეხბურთელები ძალიან მარტივად გაგვიძვრინეს და აქ უკვე კოლიკოსაც აჯობეს არა კოლიკოს ვერ აჯობეს აქ ჯორჯი იყო კარგი ბექა კერესელიძე სამკაცთან იყო კარგი იყო კახა ანუ კახა დაცვაში თამაშობს მე ხა შევნიშნა რომ კახა დაცვის ცენტრში თამაშობს თუ რა ხდება ვერ ხვდები საერთოდ უკვე მეორეჯერ იყო ცენტრალური მცველის პოზიციაზე ნუ გომ აი დაძუნძულებს თითქოს ანუ ის კაცი მოსდევს რივოკით აბა ნახოთ ჩარლის თუ ჩავრთავთ ყოლა შურდულივით გაიქცა წინ და დააშვებინა შეცდომას ფოტოშორის აქ ჩარლი პირველად შეეხო ბურთს მე მგონი თუ მეორე და ნუ ცოტა ხშირად უნდა ჩავრთოთ ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია დროზე კერესელიძე რას გააკეთებს გელაშვილი აქ სახიფათოა შეუძლია დარტყმა და რა თქმა უნდა ტრუბა დაბრუნდა ტრუბინიო შეხედავთ აი ტრუბა პოლდიუმა არ გეგონოთ იმენა მეკარეს ეუბნებიან ახტიო და იმან აუკაირაო ერთით-ერთია ანგარიში ჩემ ხასად გამოკეთეს რაღაც აი არაორგანიზებულად დგანან ეხა ცენტრში ანუ ვინ ვისე თამაშება არ ვიცი აი დააკვირდებით ანუ ყველა იმათი ფეხბურთელი თავისუფალია და წავიდა ლევანი 68 ცარიელია ახლა ვინ იყვანს აქ ჯორჯია კონტროლებს სიტუაციას მეკარეს დაუგორა გიორგი როგორ აიტანს ნახოთ იდეალური პასი მისცა და
კახას შვენიერი საღოლბექს კარგი ხარ ბექამ ბრავო გოცო დავაი ჩარლი ყავს გელაშ ჩაწოდება ერთი სოსისით ნაკლები რო ეჭამა ან ერთი ხინკლით სანამ წამოვიდო და ზუსტად ჩააწვიდა ცოტა მეტი მოვიდა ჰა არა გელაშას მოვიდა ცოტათი მეტი ერთი სოსისით ნაკლები უნდა ეჭამა მეთქი არა ჩარლიმ გაიქცა რივოკით ხო ცოტა მეტი მოვიდა რა ურაცხებით იქვე ლევანის მივეხმარეთ გოცოს კაცია დაკარგულ და გოცოს კაცმა ბურთი მიიღო აშკარად გოცო რაღაც აქ ნუგო კარგი ხარ ნუგომ დააშორ აია კოლიკოა მარტო კოლიკომდე მივიტანოთ ბურთი ოპა კახა აქეთ გამოიხედე რატო აუწიე ძალიან კომფორტული კვარაცხელია თემო კვარაცხელია ანუ მიუყვანა სამი კაცი და მერე მისცა რა ჯარიმა დაინა ხე კერესალიზესკენ გაიქცა 4 კაცი მიუყვანა და მერე მისცა პას ხო მაგას ანუ თვითონაც კერესალიზესკენ ხო გაიქცა 4 კაცი ნუგოს ხო გაიკიდა და მერე მისცა პასი უკვე იქ რომ კერესალიზეზე რომ მიაჭდნენ აბა ვნახოთ იქნება თუ არა ეხლა ის ჩვენ რო ვიცით გელას ჩვენ რო ვიცით ახაი დაახლოებით მას გამოვარდილზე ბიჭო ჩვენ რო ვიცით ამოიწია გიო ცოტა ამოიწია ვაიმე რა კარგი დარტყმა იყო მე მგონი ბიჭებმა ნელ-ნელა თამაში უკვე იგრძნეს და ბურთი გადავარდა სადაც ტბაში ჩავარდა თუ მდინარეში სადღაც მოკლედ ხელი ამიკანკავდა ცოტა არ იყოს და ცივა სუსხია გავიდა გიო დაი ბევრს გავიდა არტოს მოდი ერთად მე რო პრესინგზე ავდივარ აქ ჩება ერთი კაცი სულ ჩება ხო და ბექაც აქ კაცთან არის და რა ხდება რის სიბრალია მაგ დროს არის რომ გუგლდა ბექა უნდა გაიგაცნო ეს კაცი უნდა დაიტოვოს და აწაწა ბექა დაიწყო აქ არის ხო ბექა იმენარი აქ არის ხანზეა და მუგო მაგას თუ გადმოვა მე აქ ბექა კაცი რომ ერთი კაცი აქ და მეორე არის აქ არა ერთ კაც ხო ტოვებდით ყოველთვის ბიჭო პრესინგზე გელას ყურადღებით. რაც ბურთი თამაში ისე დაიწყეს, უკვე ცენტრს გაგწვდნენ და რა კარგი რაღაც გავაკეთა ამ ტექნიკურმა ბიჭმა და კახა მურქინა. შეაჩერა, რომ ეხლა ზედმეტებიც არ გინდაო. გააზრებულად გავაკეთოთ, გააზრებულად. მარტო ერთი კაცისას აზრი არ აქვს. სიო. კაია, ნუ გომჩართო რა ბოწია გამოუდი. არა ეს ჯორჯს რა გაუკეთეს და კახა თუ გამოასწორებს შეცდომას. კოლიკო საიდან და ჩარლინდა ნუ გომიდი არ დათმო. ლევანი ძალიან კარგია ბურთის შენარჩუნებაში. ჩარლიმ გაშა ნუ გონახი. ჩარლი გავიდა. ჩარლი იქით, ნუგო ჩარლი იქით. ყოვერი. ჩარლი ცარიელი იყო და რატომღაც არ გაუკეთეს ეხა პასი. თუმცა კახა მართმევაზე. ჩარლი გაბრავს და ეხა გაიკიდა აქეთ ფლანგით შეიცვალა. ბექა კერესელიძეს მეორედ გასცნენ. მეკარემას დააგვიანა ეხა მეკარემ ძალიან დააგვიანა, მაგრამ ეს არ არის პროფესიონალი დიდის მეკარე და ეპატიება. ნუ იმდენი შეცდომა იყო ეხლა აქ რო 1-5 შეცდომა გადავობით ალბათ და ეს გოლი დავიმსახურეთ. ალბათ
ვისწავლით. შეცდომებიდან საიდან დაიწყო შეცდომები, რატომ? თუ ვინმე უყურებს და გაანალიზებს, ძალიან კარგი იქნება. მოგეხსენებათ, რომ გაანალიზებს 3-10 იწერება. ბექა, ჯარიმა აიღე ხოლმე, ეგრე თუ მოგდაგცნენ. ჰა? არა, ხელით დაიჭირე ხოლმე. ორჯერ გასცეს ბექას ძალიან ცუდად პრესინგზე ერთხელ და კაი ხარ ბექა. ჩადი ბექა, გაიქეცი. ცოტა აქეთ მარცხნივ კიდე. ოპა. ძალიან კაია კერესა. ვაიმე! აუ რა კაი იქნებოდა საღოლ ბექს, იმენა გოლის ტოლფასი იყო რაც გააკეთე. ნუგო ძალიან ბევრ პასსაც აფუჭებს, ვერ გაასწორა, ეხლა ხან ძალას ვერ ზამავს, ხან ტრაექტორიას მოკლედ და კარგია ნუგო დააჯდა ეხლა იმ ერთ კაცს, მაგრამ გოცოდა ნუგო ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ერთ კაცს იყვანდნენ და გაუჭედეთ თითქოს ბიჭო, აი გავიდა ლევანი მერაკეთებს არა გელაშაც იქით გადავიდა და აქეთ ეხლა სულ მთლად ცარიელები არიან. არ შეიძლება ასე. ბექა ოფსაიდში დატოვა. გოცო ნახე. კაია, გოცო. აქ ვიცით რომ გოცო მარტივად ითამაშებს, რა თქმა უნდა, კახაც გაატანა და. იქით ფლანგზე რა შეტევა ვითარდება თითქოს, კოლიკო ზუსტ პასი პოვის. გელაშას მახალი ბურთი რო არ უნდა ჩაუგდოს, ეს არ გუსწავლებია კოლიკოსთვის? არა, თავიცა თამაში არ იყო რეალურად, უკვე ფეხზე იგი. თუმცა კუთხური გავჩარხეთ. გინდასე თქვი, კუთხური გავჩარხეთ. ასულიკო შევა უფრო ნარდი კუთხურიც მოხდა. ხო, მაგრამ ბიჭო, აი რამდენად მიჟანს შეწონილი იყო, ხა მაქედან ესე ერთ კაცზე გზელი პასი გაკეთება, როცა შეეძლო განავითარებინა მაგას ვსახი. რატო გარისკა? ჩვენ რო ვიცით იქნება ეს? ჩვენ რო ვიცით? ჩარლიმ მეორედ დაარტყა სხვათა შორის მაგ სიტუაციიდან, ანუ მაგა თითქოს მართლა დაგეგმილს გავს. ორჯერ მივიდა, ორჯერ პირველად დააცა. გაშალე. ამოვიდა გელაშა ოფსაიდიდან, კარგია. იარე, ხა ცოტა ხარი. გოცო იპოვე. ბრავო ბექა. ეს გონი ცენტრში კარგი. ჩარლი დატრიალდა. ყველად გახართ რაღაც. მარტო კერესელიძე მოძრაობს. გოცო შეურბინეთო. აბა, მოწებრე ვინმე. არა, ხმა აქ გავიგე, როგორ არ იყოტო? ხაიმე, აი, წაჭი ტყუპ. ირა, ვიდეოშიც ის მსოჭა ტყუპ. და ვინ დაარტყავს ამ ჯარიმას თუ არა, გოცო? გელაშვილი, ჩემი აზრით ეს გელაშვილის ტოჩკა არა, ეს გელაშვილის ტოჩკა უფრო ცოტა კიდე უფრო გელაშვილის ტოჩკა კიდე უფრო შორია, მაგრამ მაინც ვნახოთ, აბა. მაშკარად მოწადინებულია და იქნებ. ეს უფრო აი კოლიკო არ ვიცი, მაგრამ მე დაორტყმევნებდი ამ ჯარიმას თემოს გადაობის გარეშე. კერეს ბოლომდე შეყევი დარტყმის. ხურიც მოვიპოვეთ. ვაიმე შემაკანკალა და ლამის ტელეფონი. ვის მოხდა კი მარა? ჩვენია სანაერად მოხდა. ენგაში ვედგა კაცი. ეგ არ შეიძლება წეს, ხო იცი? რაღაც ის რეგულაციები შემოიღო. 1 მეტრი უნდა იყოს დაშორება. ფაქტია, არავინ არ აპროტესტებს. ავიდა ლევანი. გაიყავით ეგ ორივე, ნუ მიდიხართ. ვიმე ჩემი. სამჯერ წავართ ეგ ბურთი და ვერ დავიტოვეთ. საღოლ ბექა იმენად ცოტა. ბექ, არის ბექ, ბურთს უყურე.
მოიცა თემოს ორი ყავს, იგებ თემო. გავა, აბა. ანუ თამამბად კოლა. ჩარლი გამოიკიდა გიჟივით ხალხს. რა ხდება ჩემი? რა ხდება? ვინ ახსნება, გოცოიპოვე. კაი ხარ კერეს. თემო ძალიან პასიური იყო მოთხოვნაში ხა. ბურთი არ მოთხოვა ჩემი აზრით. ბიჭო ხელი მაინც უბიძგე მან დრო წონასწორობა დააკარგვინო. გასწარი, აბა, წაიგე. ერთი არა ეშინია რა. როგორც კი კაცი უახლოვდება ჩერდება. ცოტანი ვარ, ცოტა უკან. ნუგო ეს დატოვებული იყოს. დაიციე, ლევა დაიციე უკან. დაიციეთ უკან, დაიციეთ. ნუგო, ხელი კარი რო დაკარგოს წონასწორობა, ცოტა აქტიურად ეთამაშე. პროსტა მიყვება ბიჭო, აი დააკვირდი. თავისუფლად არ გაუშვა კახა. აგერ უკან კაცია, შემოვეზე უკურო. ვინ ეხსნება? გელაშ მოითხოვე. გელაშ წადი მარტო ხარ. არა, ჩემი აზრით ახლა წინ უნდა გაქცეულიყო გელაშა და გადაეგდო იქ მაღალი პასი. ორ კაცში რა მაგრამ ატაობს ეს ტიპი. ტრიველებს და რაღაცებს აკეთებენ. ნუ გვარი თავისუფალი ვნახოთ როგორ მოიქცევა. კარგი იყო, ეს კარგი იყო. კახა არის მოსანახი. კერესელიძე რაღაცაი. ძალიან არა დამაჯერებელია, რაღაც კაი მომენტები აქვს, მაგრამ არა დამაჯერებელია. აქ ვინ არის? თავისუფლად არ მიიღოს ლევან შენია. უფ, აიმე. აი ანუ ფეთქებადობის ხარჯზე აჯობეს ლევანის, თორე თავიდან კარგად ჩააყენა. ხედავთ, თუმცა ლევანი თავის პრესინგზე მაინც საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს. წადი კოლა წინ, წადი! გოცომ ნათქვა. გოცო თამაშობს აი ორ შეხებას დააკვირდით და როგორ კოლა არის მოსანახი, კოლა არის ისევ მოსანახი, კოლა მოსანახი, ნუგო. აი ეგრე, კოლა ნახე მალე. ნუგო ნუ მისდევ. ბიჭო, უთხარი ან ხელი კრას ან რამე ქნას, ესე არ შეიძლება. პროსტა მიყვება.
აი ხარ ნუგო გოცო არის აქ დაცვაში საკმაოდ ხელი შეუშალა ბიჭო არა ართმევაში ძალიან პასიურია ნუგო და არ მომწონს რა გელაშ წადი გელაშ წადი მარტო ხარ ბიჭო რაღაც სივრცეების საქმას არ მომწონს აქ მე იმიტომ რომ ეხა სანდრო უკან წავიდა იმის მაგალითად რომ წინ ემოძრავა ნუგო კაია იარე ნუგო გამოძრავდი ისე გაშალე გელაშ დაუძახე ჭარა რა გჭირს ორი დაძახება და რო ვითხოვ თან მოძრავ თან უკან ვიყურებით რა ავიწიოთ რა ყველა ცარიელია ეხა სადა უნდა აიწიოს წინ წამოვა ეგ ეხა გაშლილიო ოი რა ხდება ჩემ კერესელზე ძალიან კაი იყო ნუ გოცოზე ვიცით რომ ორი შეხებთ მარტივად გააკეთებს აი მიიღო გასცა აყვა აი ესე რომ თამაშობდეს ყოლა არ შეიძლება ხა შეცვალეთ მოვიდა ნუ იმიტომ რომ აი მეორე შეხებით პასი რო არ გაუკეთა ლევანს მაგის ბრალია რაღაცა მოიგონა ორი შეხება არის სავსებით საკმარისი აქ ესე თავისუფლად არ შეიძლება ოჰ აკეთ ნუგო კაი პასი გავაკეთა კერეს დაეხმარ მოთხოვე კერესელზე ტყულა ავიყვანე წინა თემო ნუგო უკან დროზე ორი კაცი ყავს თემოს კოლამ ჩამოიღო მოვიდა ყოლა უკნიდან ეს რა არის ხო მაგრამ ეს რა პასი იყო ღმერთო ჩემო გიორგი მაიღო დაიცაგიო ჯერ დაალაგე მაგზე რატო არ ვაწევთ ნუ გოზემოთამო პირიქით კაი სტენკა იყო სხვათა შორის რა კაი სტენკა გამოვიდა გოცო გაიხსენი გოცო იარე მარტო ხარ ჩარლი ნახე იარე ჩარლია აქ აბა ვინ არის საჯარიმოში გელაშ იმე ნუგო წართმევა ხელებით დაიწყე რა ძმურად აიგრე კაი ხარ აი მიდი აქტიურად არაცალო პირიქით ნუგო უნდა გადმოსულიყო ამაზე და კერე უნდა დარჩენილიყო იმაზე გოცოა ორ შეხებიანი კაცი აგე ნახე ოპა დატრია და გააკეთავ სიო ნახე რა ლამაზად თამაშობს აი როგორ მომნატრებია გოცოს თამაშის ყურება რატოვე თემოთარიელია კარგი იყო უფ აი თემო ნახე რა აი აღარ ნახო დაკეტეს აია შეცვალე აბა არა აკეთ აი არა ყვილა იმასქნა ეხა ჯორჯმა რაღაც მოიგონა თორე ყავდა ჩარლიც გოცოს არ ბენინებენ
მაინც გაუკეთა პასი. კარგია. 40 წუთი გავიდა ამასობაში. ხელები გამეყინა. თამაშის კომენტირებასაც ვეღარ ვახერხებ, უბრალოდ ხოდ პლანობის ამპლუაში ვარ, თემამ გადასცა კერესელიძეს, რომელიც ახლა ეცდება რომ ნუგოს მისცეს პასი და ნუგომ დატრიალდა და რა არის ძმა? 40 წუთი. 40 წუთი გავიდა? კი. კერესელიძე მიიღო ბურთი. შეუძლია სიარული. გელაშვილი არ წავიდა გაქცევაზე სამწუხაროდ. ნუგო ცოტა დააგვიანა, მაგრამ კაია რომ შენიშნა, ნუ იქით გახედვა უჭეს, ესე იგი. ჩარლიმ გადასცა კოლას. კოლაში ისე ერთობია რომ მოდიან. ხო. კახამრა, დაარტყი! გოცო. გოცო არელოდა მას. თორე ძალიან კარგი შეყოლება იყო. იქვე ყურადღები. ნახო თუ არ ჩავაწოდებინებ თაუთს, მარ ჩაგვიწოდეს. მივიდა ლევანი პრესინგზე გადავიდა მყისვე აქეთ, ნუ გელაშა აქეთ ამ ხარს არც იყვანს და ძალიან დააგვიანა ეხა გელაშამ გადმოსვა. შედეგადად გაგვითამაშეს, ანუ გოცოს ვარიანტით ჩავარდნილი იყო, თუმცა იქვე ვაწუხებთ, კერესელიძე უკან ამოვიდა და დაიკავა თავის პოზიცია, ეხა წესით არ უნდა გაგვითამაშონ, იმიტომ რომ უკვე თითქოს დავლაგდისავით და ესეც იყო, დაარტყავს! ლევანიმ დაარტყა. ნუ გაშენ დაარტყი, ბიჭო! სწორია, კაია. ნუ თავის დროზე უნდა დაარტყა ნუგოს, ჩემი აზრით. ყურადღებით ეხა ლევან, ზევით. აქვე. აბა ნახოთ პრესინგს როგორ შევასრულებთ. ახლა შეც დაუცახოთ. კაცები გავინაწილეთ. თითქოს ყველა განაწილებულია. მაგაზე ბექარი, გელაში, მაგაზე ბექარი. ბექა სათხარ ასული, ბექა, გაგვიმართლა. თემო გაგეხსნა? თემო მიიღო ბურთი, ნახოთ ჯორჯი, ნუგო ჩავიდა წინ. ნუგო სია უკვე წინადი, პირიქით, ნუგო, კაი ხარ. სივრცე იპოვე. ლევანი დაეხმარა ბიჭოს ბურთის გათამაშებაში მშვენიერია, იქით ყოლა იხსნება. აქეთ და გავათამაშეთ. კი, ნელ-ნელა ბიჭებმა ცოტა ბურთის გათამაშება შეიქმნეს. ნუგომ გაჭრა სივრცე. ნუგო, კაი გახსნა იყო დაგინახეთ. კახა მათამაშა. მოთხოვე, გაშალე მოთხოვე. კახა გაიჭედა აქ. მაგზე აი. თემო მოატყვა ხალხი თავს მოძრაობით. თუმცა ასი ჩააბარა. ნუ თემოს იმდენჯერ შეეძლო კერესელიძეზე გადმოტანა, მაგრამ ჯიუტად არ გადმოიტანა, რომ ბოლოს დაკარგა. აქ 17 ნომერი გელაშვილის ჩავიდა შურდულივით რო არ დაარტყმევინოს. ჩარლი მოვიდა საიდანღაც, როგორც ყოველთვის ესე ჩვევია. დაუძახე აქეთ! სამნი ხართ. არა, წადი. რა კაცი. დაუხატა. არ დახატული პასი იყო. ძალიან კაი პასი გაუკეთა გელაშამ, თუმცა მეის გამიკვირდა, რომ იდგა ადგილზე და არ მოძრაობდა, ანუ თითქოს ჩარლი რო არ გახსნოდა, ვარიანტი აღარ ძალიან გამიკვირდა, მაგრამ პასი საბოლოო ჯამში რაც გააკეთა, იდეალური იყო. ვინ მოვა აქ, ვინ მოვა? ნუ ჩარლი ვინგერი არ არის ეს და ეს გამოჩნდა კიდევაც ყველაფერზე. ავყევით მაშინ თუ ავიდა. ბიჭები ისვენებენ, გოცო 15 ნომერთან თამაშობს, იმენა მოსვენებას უკარგავს. აქ თემოს არ უნდა აჯობო, მაგრამ თემოს აჯობეს და გელაშვილია მარტო. არ ჩააწოდებინოთ, ჩავაწოდებინეთ ჩვენ საჯარიმოსთან აუტი. ოიმე, სრაპასი გაგვიკეთეს.
ტექნიკულად თამაშობენ ახლა, მაგრამ სამი კაცი ვერ ვართ, მე ვთბურთ, აი რატოღაც ეს აჩვენის რომ აი ტიპი რომ მატავს ბურთს ვერ ვართ მე. ჯარიმა აქ ასაღები აშკარად. მარტო არ ახვიდე. ყველა ადით. თუ ადიხართ, ყველა ადით. ძალიან ხარტა თამაშობენ და აი 60 კაცი დაძურებიან ლიფსიტებივით თითქოს, ანუ აი ჩვენთან ჩარლი რასაც აკეთებს, იქ აკეთებს ყველა თითქოს, ყველა ფეხბურთელს შეუძლია იგივეს გაკეთება, რასაც ჩვენთან, თუმცა კერესელზეა კარგი იყო. საერთოდ ადი. რაც ჯარიმა შეიძლება გამოსდო კიდევაც ფეხი. გელაშ გაიქეცი, რაღაცა მოძრაობა იმას ვერ ვხედავ რა. ნუგოს გააყოლ. აიმე მარტო იყო. თემო ნუგონახე, კახა ნუგონახე. შენი. ვაუ, რა პასი გაუკეთა. თუმცა კოლაც გაჩერდა ბოლოს რაღაცა. ხო, ეგ კი, ეგ ეგრეა. მეც არა, ეგ მეც ძმაო, სულ. ყველაზე კი. წინაზე ნუგოსაც ქონდა ვარიანტი და არ მისცა. იქვე! ბიჭო, რატო არ ვლაპარაკობთ ვაფშე? ბიჭო, აუტებს ეგრე ნუ აწოდებინებთ რა. აუტის ჩაწოდება უნდა იყოს იმათვის ჯოჯოხეთი ძმაო და ეს ძალიან თავისუფლად. ჩაიჭრა. გაუში! ლევან დაარტყი რა ძმობას გაფიცებ რა. არა, ბიჭო რა როგორ მინდა ეხა რომ შევიდე. შეგილია შეგვითონათ რა, კარგი თარიელია დაკარგულია. სხეულის ყველა ნაწილიდან დავარტყავდი რა. ნუგო ხელებით დაიწყე წართმევა, ხელებით წონასწორობა დააკარგვინე ჯერ. აი შეგვილია ეხა ხე? კაიხარ, გაიჭედა. აბა რა. ჩარი დაამთავრე. ნუგო მიდი ჩამეკა, შავადით ყველა საჯარიმოში. ერესა გეხმარება. აია. მაიმე. მაინც მივიტანეთ დავსარტყმელ, აი პოზიციიდან ეხლა კაი პოზიციიდან ურტყავდა გელაშა, ხო, ნუ 2-დან 1 გააკ ეხლა უბრალოდ. აია, სწორი სივრცეა იქ ვასწრებ. მე მეგონა რომ ჩააწოდებდა რაღაც მარცხენათი. ჩამოგვეძინა? აბა რივაკებს ვერ ვხედავ ბიჭო. მარტო გაცამორბის, აი ესენი არ მორბიან. так ერთი კაცი ყოველას გვამატავებს, მაგრამ მივიდნენ ვიღაცები. ისევ კახა იბრძვის იქ ყოველას წინააღმდეგ. კოლამაც ჩამოასწრო. კაია დაიჭირა. საერთოდ პირველ ტაიმი მორჩა.